ორი როლიკივით რაღაც ის გვაქვს და იმაზე რემენით ჯაჭვის არ არის გადაცემა? ჯაჭვი ქვევით აქვს უკვე ქვედა დიფერენციალზე იმაზე ღერძზე. ანუ ნახე ძრავ ატრიალებს ამას რა ჯერ პირველ რიგში ძრავ ატრიალებს გადაცემათა კოლობს ვარიატორს. ეს ვარიატორი ძრავის ბრუნს გარდაქმნის ეფექტურად, ესე რო გითხრათ და შემდეგ უკვე მივაწვდით ამ ძალას საბურავებს. კი ბატონო. არა ძალიან მაგარია. თან კიდე რა მინდა იცი თქვა. ესეთი რამე ბავშვო ყავდეს. პასუხისგებლობას უფრო გავახა თუმცა დარეხვილი ბავშვია, მან ჯობი არ უყიდო. მაგრამ თუ ტვინი აქვს. კი. რაღაცა პასუხისგებლობა გაუხდება. ეხლა ბავშვობიდან ვიცი რომ მაგრე აი მანქანება და მანქანა გამარეცხინე რა ძია რა, ჩემ დროს ეგეთი რამე იყო. აი ეს მომწონს კიდე მაგრა რაღაცის. ეს სათავს. ხო, სათავს უაქვს, ანუ. სადაც შეგვიძლია მოდი ხო, ვერა რაზეც ვლაპარაკობ. 10-15 კილოგრამი მოვათავსოთ ჩვეულებრივად. ანუ საქმეშიც გამოვიყენოთ რა, მარტო გასართობად. ხო, პურზე წავიდა რამე, სადმე გააგზავნა. სიხარულით წავლენ უკვე ბავშვები ბავშვები. ხო, კი, იმიტომ რომ ისა რა ქვია, გუთნის ალესი გამომატანა ძიამ და რა. ბავშვისთვის მოკლედ თავის პირადი ტრანსპორტი რა, ხო, არა და პირადი პასუხისმგებლობა. აღარ მოგთხოვთ რომ აი მანქანაზე დამსვი მამა და მსგავსი ტექსტები. ისიც უნდა აღნიშნოთ რომ ეხლა ცენტრალურ გზაზე ბავშვის ამითი გაშვება მშობლისთვის არ უნდა იყოს ეხლა უსაფრთხოდ არ იგრძნოთ რა თავი ამითი ტრასაზე იმიტომ რომ სხვა მანქანები მოძრაობენ თორე ეს კი არ ამოყირავდება ცარიელ გზაზე მაგრამ ამას ჭირდება ჩვეულებრივ თუ აპირებთ ცენტრალურ გზაზე მოძრაობას გაფორმება ისედაც რომ ვინც შეიძენს უნდა გადავაფორმოთ მაგრამ ცენტრალურ გზაზე ვინც გავა მართვის მოწმობის გარეშე არ შეიძლება რა ამით გასვლა. მე ხა ბავშვად ამის აღნიშვნაც აუცილებელია. სოფლის გზაზე ხა ამ უგზოობაში და რაღაცა ამისთვის არის შექმნილი. ეხლა და ბავშვისთვის არის შექმნილი, მაგრამ დაუშვათ სახლის წინ ესე შემო. ცენტრალურ გზაზე მანქანის სამოძრაო გზაზე უკვე სადაც დიდი მოძრაობა არის, იქ ბავშვის ამითი გაშვება რა თქმა უნდა არ არის რა. საშიშიც არის და მე დამიგენა ზაგარცმები. ხო, ასე რომ გაითვალისწინეთ. ეხლა მოდი ამაზე ვილაპარაკოთ. ეს დენზია.